მოგესალმებით, მე გახლავართ გია კვაშილავა, ფაზის აკადემიის პრეზიდენტი. მე ჩვენ წარმოგიდგენთ იმ მნიშვნელოვან პიროვნებებს, რომლებიც გვაქვს წარმოდგენილი საქართველოს განვითარებისთვის, საქართველოს გაძლიერებისთვის, მიგვაჩნიათ, რომ ეს ხალხი ძალიან მნიშვნელოვანია. სანამ რამდენიმე სიტყვას ვიტყვით ამ მოსაზრებით, ჩვენ რამდენიმე სიტყვა გვინდა ვთქვათ რა არის ფაზისის აკადემია, რატომ მონაწილეობს ამ ტიპის გადაცემაში. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყოველივე რაც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი, ეს ყველაფერი ღვთისგან მოდის. ღმერთია ყოველივე ეს მიზეზი და საწყისი. ამიტომ ღვთაებრივი მეცნიერება ამ მხოლოდ ღმერთს, ან ყველაზე უფრო მეტად ღმერთს შეიძლება კონდეს. აი ამ აზრიდან გამოვდივართ ჩვენ. ფაზის აკადემია სწორედ აქვს ეს ლოზუნგი უფალი ჩემი სინათლეა. ძვირფასო ქართველებმა მოგეხსენებათ, რომ სამეული ცნება სიტყვა შემდეგი თანმიმდევრობით ჩამოყალიბდა. ერთ მოწმეობა, ერთი ენა, სისხლით ნათესაობა. ეს 1790 წელს ჩაწერილი იქნა საქართველოს სამეფო სამთავროების ტრაქტატში. შემდეგში ივანე აფაზმა 1831 წელს თქვა მამული სარწმუნოება მეფე. გრიგოლ ორბელიანმა დაახლოებით 1832 წელს წარმოთქვა შემდეგი სამეული სიტყვა ენა საყდარი სარწმუნოება. და აქედან გამომდინარე შემდეგში ბრძანა ილია ჭავჭავაძემ 1860 წელს მამული ენა სარწმუნოება. მოკლედ ამ ფორმულებიდან ნათლად გამომდინარეობს ის, რომ საქართველოს და ქართველს სურს დაიცვას ერთმორწმუნეობა, ერთი ენა, სისხლი, მამული, საყდარი და აქედან გამომდინარე ამ წინადადებებს იმიტომ ამბობს, რომ 1801 წლიდან იმპერიული რუსეთის ხელისუფლება ანადგურებდა და შლიდა საქართველოს სახელმწიფოს ერთიან ქართულ ცნობიერებასა და კულტურას. სწორად ბრძანებდა ამ მხრივ ქალაქ ფოთის თავი ნიკოლ ნიკოლაძე, ჩვენი გზა ევროპაშია ხოლოსნა განათლებასა და წიგნიერებაში. ეს ფაზისის აკადემია მოქმედებს შემდეგი ფორმულით: სახელმწიფო, მეცნიერება, სარწმუნოება. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ და ერთსულოვან საქართველოს. მოგეხსენებათ, რომ ბერძნულ-ლათინურ წერილობით წყაროების მიხედვით ახალი წელთაღრიცხვის 154 წელს ფაზისში ახლანდელი ფოთის მახლობლად დაფუძნდა ფაზისის აკადემია, კოლხეთის რიტორიკული სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, სადაც იყვნენ ქართველი და უცხოელი სწავლულები მოღვაწენი. ესენი გახდათ უპირველესად პოლიტიკოსები და სახელმწიფო მმართველები. მოგეხსენებათ, რომ ბიზანტიის იმპერიიდან ძალიან ცნობილი პიროვნებები იყვნენ აქ მოღვაწენი. ფაზის აკადემიის სწავლულები გახდათ ევგენიოსი, წმინდა ბასილი უფროსი, თემისტიოსი, ბაკურ იბერიელი, იოანე ლაზი, პეტრე იბერი, გუბაზ მეორე, ფატაძი, აიეტი, წმინდა ფრანცისკე ასიზელი და სხვები. და ფაზისის აკადემია 1974 წლის 29 ივნისს აღადგინა ფაზისის აკადემიის სახელით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემია. ილია ვეკუას, გიორგი ჩიტაიას, სიმონ ყავუჩიშვილის, შალვა მირანაშვილის, ეგნატე ფიფიას, თეოფანე დავითაიას, პავლინ გოროხვას და სხვათა ხელწიფებით და მათი ხელდამშვენიებლობით აღდგა ეს ყველაფერი. ფაზის აკადემიას აქედან გამომდინარე აქვს დიდი ისტორია, მუზათა ტაძრად იწოდება ბერძნულ წყაროებში და ის დღეს შეიძლება ვთქვა დაახლოებით 1900 წლისაა. ჩვენი აკადემიის პრეზიდენტები გახდათ გიორგი ჩიტაია, ილია ტაბაღვა, ცოდნე მირცხულავა, ნუგზა ნადარაია და ამჟამად მე ხელმძღვანელობ ამ აკადემიას. ფაზის აკადემია ხელმძღვანელობს ასეთი ფორმულით: სახელმწიფო ქართული 4000 წლისაა, მეცნიერება 2000 წლისაა, სარწმუნოება ქართული 2000 წლისაა. ეს არის ყველაფერი წერილობითი ძეგლებით მოცემული. ჩვენ გადაცემებში ამაზე საუბრობთ. ფაზის აკადემია მოქმედებს შემდეგი მიმართულებით: მეცნიერება, განათლება, ხელოვნება, პოლიტიკა და რელიგია. რადგანაც მოგახსენეთ, პოლიტიკა და რელიგია ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა ფაზის აკადემიაში ახალი წელთაღრიცხვის 154 წელს.
პოლიტიკა ერთგვარად არის სახელმწიფოსა და საზოგადოების მართვის ხელოვნება. ამ ხელოვნებაში აუცილებელია პოლიტიკოსმა პოლიტიკა ეს არის ბერძნული სიტყვა პოლისის მართვას ნიშნავს, ანუ ქალაქის სახელმწიფოს მართვას ნიშნავს, ხოლო ეკონომიკოს არის საოჯახო საქმების მართვა. ეს ორივე ერთმანეთთან დაკავშირებულია. ქალაქი ანუ სახელმწიფო და ყოველი ოჯახი ერთმანეთთან კავშირშია, ამიტომ მნიშვნელობა ენიჭება განათლებულ, ძალიან მცოდნე პროფესიონალ ადამიანების მოსვლას სახელმწიფო მართვის საქმეებში. პიროვნულად ადამიანებმა სამი რამ მაინც უნდა იცოდეს აზროვნების ფორმიდან: მითოლოგია, რელიგია და ფილოსოფია, რომ მართოს სახელმწიფო. მარგარეტ ტეტჩერი, ცნობილი ინგლისელი პოლიტიკოსი, ამბობდა შემდეგ სიტყვას 1987 წელს 1 აპრილს ფაზის აკადემიასთან დაკავშირებით. თქვენ, ქართველები, რა თქმა უნდა უძველესი ერი ხართ, რომლის კულტურა მთელ მსოფლიოშია ცნობილი. მომახსენოს, რომ თქვენთან მე-3 საუკუნეში მოქმედებდა სახელგანთქმული ფაზისის რიტორიკული სკოლა, რომელშიც ბევრი ბერძენი სწავლობდა. მაშასადამენი ის ერი, რომელიც ბერძნებზე უკეთ ახელოვნებული იყო ბჭერმეტყველებაში, მართლაც განსაკუთრებული უნდა იყოს. აი სწორედ ამ განსაკუთრებულობას ხაზგასმით უნდა მივაქციოთ ყურადღება, თუ საქართველოს ძლიერი სახელმწიფო შექმნა, დამოუკიდებელ სახელმწიფო შექმნა გვინდა, აი ამას აქვს მნიშვნელობა ყველაფერს ის, რაც არის მცოდნე ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლას. რიგი მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ მოკლედ წარმოგიდგინეთ ამ საუბარში, ფიქრობთ, რომ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში უნდა იყვნენ განსაკუთრებული პროფესიონალი პიროვნებები. ესენი პირველ რიგში უნდა იყვნენ მეცნიერები, რომელთაც აქვს გამოცდილება მეცნიერებაში, მოქმედი არიან მეცნიერებაში. აი ხლა ვთქვათ, რაც ნიშნავს ეს განსხვავება. ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ მეცნიერი ყველა ვერ იქნება თუ დისერტაციას დაიცავს. მთავარია მეცნიერმა შემდეგ სამეცნიერო ნაშრომები უნდა გამოაქვეყნოს და მის ნაშრომებს უნდა ქონდეს გამოყენება ზოგადად სხვა მეცნიერების ნაშრომებში. აი ამას ქვია ციტირების ინდექსი. ფაქტობრივად აქედან გამომდინარე ეს მოქმედი მეცნიერი ფიქრობს სახელმწიფო მოწყობის რამდენიმე სისტემაზე, ეს იურიდიულია თუ პოლიტიკურია, მართვის სისტემები და ასე შემდეგ. აი ესეთი პიროვნებები ჩვენ წარმოგვიდგენია, რამდენიმე დავასახელებ. პირველ რიგში მინდა ვთქვა ის პიროვნება, რომელსაც აქვს გამოცდილება პოლიტიკურ პარტიაში მოღვაწეობისა. ამ მხრივ მინდა დავასახელო როგორც მეცნიერი და პოლიტიკოსებს რამდენიმე წუთის შემდეგ გეტყვით. პირველ რიგში მინდა ვთქვა გამოცდილი პიროვნება, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერება და დოქტორი, პროფესორი თემურ ჩილაჩავა, რომელიც გახლავთ ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი. მას აქვს ძალიან წმინდა ხედვა საქართველოს სახელმწიფოს განვითარებისა. პირველ რიგში ჩვენ მიგვაჩნია, რომ აი ესეთი წმინდა სუფთა ტიპის ადამიანები მართავდნენ სახელმწიფოს. შემდეგი დასახელება ჩვენ გვიდა ასევე მათემატიკოსის გიორგი ფოჩქუასი, ესე იგი მათემატიკის დოქტორის, რომელსაც აქვს მართვის ხელოვნებაში, საბანკო საქმეებში დიდი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სწორედ პროფესიონალურ პიროვნებების მოსვლას. დღეს სამწუხაროდ საქართველოს, რომელსაც ამხელა ისტორია აქვს, აქ მოკლედ რომ გითხარით ეს მოსაზრება, რომ 1900 წლისა ქართული უმაღლესი სასწავლებელი ფაზის აკადემია და ამ ღირებულებების მატარებელი ერი ვართ, რომელიც სასწავლებელი მსოფლიოში, მაშინდელ ძველი მსოფლიოში რიგით მესამე იყო, ეს იყო არისტოტელეს ლიცეუმისა და პლატონის აკადემიის შემდეგ, ანუ ჯერ იყო პლატონის აკადემია, შემდეგ არისტოტელეს ლიცეუმი. აი ესეთ სასწავლებლებს მქონე სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი სახელმწიფო მართვაში გამოყენებული არ არიან ეს პიროვნებები, რომელთაც აქვს საკმაოდ დიდი ცოდნა. შემდეგში მე რამდენიმე პიროვნებას დავასახელებ. პირველ რიგში მინდა ეკონომისტი დავასახელო, ბიზნესის ადმინისტრების დოქტორი ლოიდ კარჩავა, რომელიც არაჩვეულებრივი პიროვნება გახლავთ. მას აქვს დიდი გამოცდილება სახელმწიფო მართვის სისტემაში და ეს პიროვნება უნდა დაუბრუნდეს
სახელმწიფოს სტრუქტურებს, იმიტომ რომ მას ღვაწლი სისუფთავეს წმინდა მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს. სამწუხაროა რომ დღეს ჩვენ პატივს არ ვცემთ წმინდა სუფთა ადამიანებს, რადგანაც ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნია რომ ეს პიროვნებები პოლიტიკაში ვერაფერს ვერ შეცვლიანო. ეს არის სამწუხარო დღევანდელი ქართულ საზოგადოებაში ძირითადად რაღაც ნაწილში გაბატონებულია რომ პოლიტიკა არის უწმინდურთა საქმე. თუ უწმინდურთა საქმეა, მაშინ სახელმწიფო როგორ აშენდება წმინდა სახით და რა პრეტენზია უნდა გქონდეს ჩვენ შემდეგში რომ აი სწორი და ღვთისმშობლის წილხვედ ქვეყანად აღვაშენოთ ეს სახელმწიფო საქართველო. შემდეგ პიროვნებას ჩვენ დავასახელებთ რამდენიმე როგორც გითხარით პოლიტიკურ მოღვაწეს ჩვენ ძალიან საინტერესო საუბრები გვაქვს ბატონ თემურ ჩაშიაშვილთან და გვაქვს დიდი შტაბეშტილება რომ მას აქვს დიდი გამოცდილება პოლიტიკურ მოღვაწეობაში. აქ შეიძლება ვთქვათ რომ ძველი კადრიაო იტყვის ზოგიერთი ესე სამწუხაროა რომ ასე ვაზროვნებთ, არ არის ასე, იმიტომ რომ ბატონი თემურს აქვს დიდი გამოცდილება. მე როგორც ქუთაისში მაცხოვრებელი ან უпроსტად ქუთაისში სადაც სწავლობდი, დიდი ხნის განმავლობაში მესმოდა მისი ღვაწლისა და ბავშვს მესმოდა ეს ჩვეულებრივ გასაგები ენაზე რომ რამდენი საქმეს აკეთებდა ბატონი თემურ შაშიაშვილი და ამიტომ მე ეს წარმოდგენა დღემდე მომყვება მთელი გულწრფელობით ვამბობ ამას, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება წმინდა სუფთა კაცი, რომელიც არ გადაუხვევს აზრს და არ მოატყუილებს ქართულ საზოგადოებას. ყოველ შემთხვევაში დღევანდელ პერიოდში საქართველოში უფრო გაბატონებულია მოლა ნასრედინის ტიპის პოლიტიკოსები და ამიტომ ჩვენ ვინ წინ ვერ წავალთ თუ ასეთი ტიპის ადამიანებს კიდევ ხელ შეუწყობ ჩვენი ამომრჩეველი. შემდეგში მე მინდა დავასახელო არაჩვეულებრივი პიროვნება მათემატიკოსი, მართვის ხელოვნების სპეციალისტი, ასე რომ ვთქვათ, ბატონი ვახში ჟვანია. ეს არის პიროვნება სრულიად სუფთა იმ თვალსაზრისით რომ გულწრფელად რასაც ფიქრობს იმას ამბობს და აი ესეთი ტიპის ადამიანი ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობაში აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთან გაბატონებულია უფრო რომ ერთმანეთი მოვატყუილოთ, ველაქუცოთ და ამ ლაქუცით დაიღუპა ეს ქვეყანა. არ გვჭირდება ისეთი პიროვნებები რომელთაც არ აქვთ არანაირი გამოცდილება და არანაირი საქმე გაკეთებული, არც ერთ მიმართულებით, რომელსაც არ აქვს ღვაწლი საქართველოს წინაშე ყოველ შემთხვევაში იმ წარმატების თვალსაზრისით, რომ პიროვნულად რომელმაც მიაღწია. საქართველოს პარლამენტის და საერთოდ მთავრობაში ასევე ჩვენ წარმოგვიდგენია არაჩვეულებრივი კაცი, ეკონომიკის დოქტორი ოთარ ნადარაია, რომელსაც აქვს საბანკო საქმეში დიდი გამოცდილება და გახლავთ ფაზის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. ჩვენ კიდევ გვყავს რამდენიმე კანდიდატი ამ ხრივ და ამ კანდიდატებს ახლა გაგაცნობ. ეს პიროვნებები, რა თქმა უნდა, შეიძლება არ არიან უშუალოდ ახლა რომელსაც ვიტყვით პოლიტიკური გამოცდილების მქონე, მაგრამ ძალიან საინტერესო პროფესიონალები გახლავთ, მაგალითად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტის დეკანი ნესტან კეკელია, ძალიან საინტერესო პროფესიონალია და მას აქვს დიდი მხარდაჭერა ჩვენგან, რომ მას მიეცეს ეს საშუალება, რომ ქართველმა საზოგადოებამ უფრო კარგად გაიცნოს და ნახოს მისი ღვაწლი, რომ ის ძალიან ასახელებს საქართველოს თავის საქმეებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, აქ შეიძლება სხვა გამომსვლელებთან ერთად თანხმედრაში იყოს ჩვენი სიაც, მაგრამ ძირითადად ჩვენ აი ესეთი ტიპის ადამიანები გვაქვს წარმოდგენილი ფაზის აკადემიის რამდენიმე წევრზეც შეგვიძლია ვისაუბროთ. ფაზის აკადემიაში დაახლოებით გაერთიანებულია 100-მდე მეცნიერი, ხელოვანი და სხვა დარგის მიმართულების სპეციალისტი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ყურადღება და პატივიცემა პოლიტოლოგიის მეცნიერების დოქტორის ალექსანდრე რუსეცკის მიმართ და გვინდა რომ მან სრულად თავისი შესაძლებლობა ამ თვალსაზრისით წარმოაჩინოს და თუ მას სურვილი ექნება და ის მოსაზრებები, რომელიც მან წარმოგვიდგინა რამდენიმე დღის წინ
თავისი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე ჩვენ ფაზის აკადემიაში სათანადოდ განვიხილავთ ამას. ჩვენ ფიქრობთ ორი აკადემია, ცხუმაფაზეთის მეცნიერებათა აკადემია და ფაზის აკადემია ერთობლივად ალბათ განვახორციელებთ დისკუსიას პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით, ოღონდ ამ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს ის ადამიანები, რომელთაც აქვს კვალიფიციური ცოდნა და მეცნიერულად დამტკიცებული, გააზრებული მოსაზრების მსჯელობის თვალსაზრისით. ჩვენ ბევრ რამეს სულს ხედავთ Facebook-ზე, ყველას ვისაც წერა-კითხვა დაუშვათ არ ეხერხება, სწორად არ მსჯელობს ან რაღაცა, ყველა პოლიტიკოსი გახდა, ეს ძალიან სამწუხაროა, ამიტომ ჩვენ კვალიფიციური ადამიანებს უნდა მივცეთ მომავალი და წინსვლა. მინდა კიდევ რამდენიმე პიროვნებები შემდეგისთვის შემოვინახო, დღეს ამით დავასრულოთ საუბარი და გისურვებთ წარმატებას. კიდევ ერთხელ გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ და ერთსულოვან საქართველოს. საქართველოს გადაარჩენს სიკეთე, ღვთის სიყვარული, უფალი ჩვენი სინათლეა.